აგერ ჩემს უკან ხედავთ ულამაზეს და უბრწყინვალეს მდინარე მტკვარს, რომელიც მორჩქებს. ახლა მეთევზეებს ველაპარაკე, რომლებიც 1-2 არიან აქ, მაგრამ ამბობენ, რომ თევზი არ არის დიდად. იქიდან გამომდინარე, რომ ბევრი დენით ელექტროსაშუალებებით თევზაობს, ანუ რეალურად ბრაკონიერობს და კანონმდებლობას არ ღვევს. მერე ეს თევზი გამოიყენება ხშირად გასაყიდად, გარემოს დაცვის სამსახურის დადის იქით-აქეთ, მაგრამ ის დიდად ბევრს არაფერს აკეთებსო. გასაგებია, იმიტომ რომ ასეთი კანონის უხეში და ღია დარღვევა ყოველთვის დაკავშირებულია იმ ხალხთან, რომელსაც გარკვეული დაცვა, ანუ კრიშა აქვთ. ხალხო, ძალიან ცუდი ამბავია ეს. თუ ჩვენ ევროპული სახელმწიფოს დაავაშენოთ ეკოლოგიური დასვლა, მაშინ ეგ რაღაცებზე უარი უნდა ვთქვათ. ნორმალური სამსახურები უნდა იყოს, სადაც ხალხი ნორმალურად კანონის მიხედვით იმუშავებს და ური კაპიტის გამო აი ამ სილამაზეს და ღმერთმა გვაჩუქა არ გადაგვდის.